ნიკა რკინის ფეხი კურტანიძე მეგობრებო, ჩვენი ახალი აღმოჩენა. გამარჯობა ნიკა. გამარჯობა. გამარჯობა გამას მაყურებელს მივესალმებს ყველას. გამას მაყურებელმა, გამას მაყურებელის ნაწილი დაყოფილია. ბევრი ვინც უყურებს მუშტიკრივს, არ უყურებს გრეპლინგს და პირიქით. და MMA-ს ბევრი ვინც უყურებს გიცნობს შენ, თუმცა ძირითადი მაყურებლის ნაწილი შეიძლება არ გიცნობდეს, ამიტომ მინდა რომ ცოტა მეტი მოყვა შენ თავზე. ცოტა baby face assassin-ი არის. ნიკა. რკინის ფეხით ყვილა არ ქვია. ვისაც არ გაქვთ მისი ბრძოლა გამაში ნანახი, გაიგებთ რატო ქვია. და რამოდენიმე ვიდეოები თავის არხზე ცუდევს ჩვენც გავაზიარეთ თუ რატო ქვია რკინის ფეხი. თუმცა ფეხები მხოლოდ ერთი ისა რა აქვს კოზირი. ნიკა მოყევი შენ შესახებ, საიდან მოდიხარ, რა სპორტიდან, რა მიღწევები გაქვს? გავუმხილოთ მაყურებელს. კი, სპორტიდან, სპორტში უბრალოდ 4 წლიდან ვარ. აი ბაღი და პირდაპირ იყო დარბაზი კრივის რა. ბაღის წინ და ბაღს დამთავრებული თუ არა, ეგრევე კრივის. კი, კრივი დაიწყე სპორტი. კრივი დაიწყე, კი, კრივი დაიწყე სპორტი. 4 წლის ასაკში, ახლა 4 წლის ბიჭმა რა უნდა ივარჯიშოს, სანცარებდი, მაგრამ ამ გარემოს ვეგუებოდი რა თავიდან მთლიანობაში. და ჩხუბი უკვე 6 წლის ასაკში დაიწყე სადღაც, მაგრამ სანამ შენ სპორტული კარიერა უკრაინაში დაიწყე თუ აქ? უკრაინაში. სპორტული კარიერა გამეხსნა უკრაინაში, ანუ ჩხუბი როგორც ასეთი, უკრაინაში რო გადავიდით საცხოვრებლად, პირველი კლასი დავამთავრე გაგრას, ეგრევე უკრაინაში წავედი დონეცკში. შენ ბორჯომიდან ხარ, ხო? კი, ბორჯომელი ვარ. ხო და ბორჯომიდან? კი. მე დედა ბორჯომელი მყავს. ხო, მე ერიკლის ქუჩელი ვარ. აი 16 სართულიანი სადაც არის ყველაზე მაღალი შენობა, მაქედან. ჰოტელ ვიქტორია იცი სად არის პატარა. აი გვერდზე სახლი, ვაჭრის სახლები რო არის. ბორჯომი ვიცი, ჩემი 5 თითი. ხო და აი გვერდზე სახლი, აი მეორე სართულზე მე ვარ ხოლმე. ხო და უკრაინაში რო გადავედით, იქვე სკოლაში სადაც დავდიოდი, უკრაინაში გაიხსნა რუკაბაშკა. გეცოდინება რა რუსული სპორტი. ხელჩართული ბრძოლა, კი ბატონო. კი, გავს სხვათა შორის MMA-ით. ვიცი ქართული მე. კი. გავს MMA-ით, MMA-ის რაღაცეებით და გაგრას მანდ უკვე 7 წლის ასაკში დავიწყე, ეგრევე ვთქვათ, სპორტული კარიერა, ბრძოლები გავხსენი და წაუგებელი სერია მქონდა ძალიან დიდი, ბავშვობიდან. მე ისევ საქართველოში დავბრუნდი და გავაგრძელე კრივი. ისევ კრივშიც ძალიან ბევრი მაქვს ნაჩხობი რეალურად, სამოყვარულო კრივი ძალიან ბევრი მაქვს ნაჩხობი, უშუალოდ გიორგი ჯეირანაშვილთან ვარჯიშობდი. ყავს ისეთი სპორტსმენები, როგორიც არის რიბაკოვი, ნოდა რობაქიძე, კუკასიანი თქვენ ნაჩხობოდა კორტავასთან პირველი ბრძოლა რო ჩაატარა, კორტავას რო დებიუტი ჰქონდა, ესე ჩემი გუნდელი იყო, მაგათთან გავიზარდე ფაქტიურად. ძალიან ბევრი მაქვს რა კრივში ნაჩხობი და უკვე თბილისში რო გადმოვედით, ჩემთვის აღმოაჩინე ტაილანდური კრივი, მუაი-თაი. ხო, მე რატომღაც ვიფიქრე, იმდენად გამოკვეთილად ძლიერად ურტყავ ამ ფეხებს, რომ ვიფიქრე, რომ თავიდანვე მუაი-თაი დაიწყე და გააგრძელე რა და რაღაც მომენტში გადაწყვიტე MMA-ში გადმორთვა, თუმცა არ იყო სწორი ჩემი ვარაუდი. აბა მომიყევი, ჩემსაც ძალიან საინტერესოა. ხო. რამდენი წლის იყავი მუაი-თაიში რო შეხვედი? 12 წელს ვიყავი, ტაილანდური კრივი რო დავიწყე მუაი-თაი. აქ საქართველოში ისწავლე ამ. კი, აეროპორტის დასახლებაში და ძალიან დიდი წვრილი. აქ ჩადებული, აი რაც ვიცი, ჩემი ფეხის დარტყმა, ხო? კოკაუთში გავა ჩემი წვრთნელი. აი მაგისგან ვისწავლე ყველაფერი, რაც კონკრეტულად ჩემ ფეხს შეეხება. არა მარტო ტაილანდური კრივი, პარალელურად ტაიკვანდოსაც ვარჯიშობდი, გამოსდევს ვაბარებდი, შავი კამარი მაქვს ტაიკვანდოში. გამოკვეთილი მქონდა თავიდან ჩემი ხელი. რადგან მოკრივე ვიყავი და ფეხს ვერ ურტყავდი რა. რეალურად, მაგრამ არ ვიცი, დრომ და ამ ტაილანდურ კრივმა უფრო გამოკვეთილი გახადა ჩემი ფეხი. ყველას ახლა რკინის ფეხი მქვია. ვერ იტყვი რომ ანუ კრივის ტექნიკა არა აქვს ნიკას, ამიტომ ფეხს გამოვყოფთ. არა, უბრალოდ ხო გაგიტარებია ჩვენს ოქტაგონში სერიები და ფეხით გატარებული კაცმა შეცვალა გეგმები ეგრევე. კი. და ახლა გამოკვეთილი რა თქმა უნდა ფეხი მაქვს. ცოტა ვიდებილი რა ბავშვობაში სტოლბებს ურტყავდი, ნაბიჯები მეგონა ყველაფერი, რასაც მხარს. ხო, კი, რაც უფრო მხარი იქნებოდა ყველაფერს ურტყავდი რა ფეხს და დამძიმდა. გამოიკვეთა ფეხი. ჩემი ხელი მეორე პლანზე გადავიდა ცოტა ხანი.
მაგრამ ეგრე არ არის რომ მარტო ჩემ ფეხის უნდა ეშინოდეთ იდაყვის მუხლის მუშტის აბსოლუტურად ყველაფრის და ტაილანდურ კრივშიც ბევრი ბრძოლა მაქვს ძალიან ჩატარებული როგორც კინბოქსინგში საქართველოს მაქვს ძალიან ბევრჯერ მოგებული და მსოფლიოს ჩემპიონატიც მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული გაქვს მუაიტაიში არა კაერთი იყო ტაილანდურ კრივში იფმაზე გვინდოდა გასვლა მაგრამ თვითონ ხვდებით საქართველოში როგორ ხდებოდა ფინანსება და ყველაფერი შენ ეს მითხარ ტაილანდში კემპის გამოცდილება თუ გაქვს ერთ-ერთი აუცილებელი ოცნება მაქვს მე რომ კემპი გავიარო ტაილანდში და ვიცი რომ მაგას 100% აღვიდგენ აი შანსი არ არის მე ტაილანდში ჯერ არ ვიჩხუბო უეჭველი ვიჩხუბებ კიდევაც რამოდენიმე იქ თუ მოხდი ტაილანდური კრივი უეჭველი უნდა ვიჩხუბო და ტაილანდელთან უნდა ვიჩხუბო ძალიან ადვილია როგორც მითხეს ყოველკვირა ტარდება შეჯიბრებები სხვადასხვა ლეველის და სხვადასხვა მასშტაბების არჩევანი დიდი გაქვს არც გიძნელებენ ბრძოლას რაღაც ზედმეტი ბიუროკრატიით თუ მოთხოვნებით ამიტომ ვფიქრობ რომ შენი ასაკის გათვალისწინებით და შენი მიზანმიმართულობით ვფიქრობ რომ ძალიან მალე აიხდენ ამოცნებას შეიძლება ჩვენც ხელი წაგაშველოთ ძალიან გახარებული ვიქნები ძალიან ნიკა MMA-ზე რომ მითხრა რატომ გადაწყვიტე ტრანზაქცია MMA-ში და პარალელურად ცდილობ ახლა რომ MMA-ს კარიერაც ასე ვთქვათ დასაწყისში ხარ ხო 1-0-ზე გაქვს 2-0-ზე გაქვს 2-0-ზე გაქვს ანუ ინვესტიცია უკვე ჩადდა ნუ კიდე გაქვს ბევრი სამუშაო გასაკეთებელი ახლა იგივე ფოლადასთან შედარებით ნუ თითქმის ერთ გზაზე ხართ ხო ახლა ოდნავ შეიძლება ნახევარი ნაბიჯით მეტი აქვს გაკეთებული ამ ხრივ თუმცა ერთი გზა გაქვთ გასავლელი და აი შენ როგორ უყურებ ამას რომ მითხრა და როგორც ხედავ ნუ მუაიტაი შენი სიყვარულია ესე ვთქვათ და აპირებ თუ არა მუაიტაიში რაღაც კარიერის პარალელურად MMA-სთან ერთად გაგრძელებას თუ ასე ვთქვათ რაღაც შინაგანი გასწორების მომენტია ეს ტაილანდში ჩხუბი და ძირითადი აქცენტი მაინც MMA-ზეა. შენ როგორ უყურებ მაინც? აქცენტი მთლიანად MMA-ზე გადავიტანე აცი. ახლა ჩავატარებ ბრძოლა ტაილანდურ კრივში. ო, ნახე ჰაილაითები. კი. კაი ფლანგნი იყო, სუიჩ ფლანგნი. ძალიან დაგეგმილი იყო კუთხიდან როგორც გავიგე. მაგას დავარქვით ეგრეთ ვთქვათ კარონიო რა, რუსული თუ კარონიო და ეგ გავიგე თუ არა დაუფიქრებოდ რომ გავისროლე ეგ მოხლი რა და მოხდა კიდევაც. ხო და რაც შეეხება ტაილანდურ კრივს და MMA-ს, ახლა MMA-ზე ვარ გადართული მთლიანად. პერსპექტივითაც რო შევხედოთ, ხო, მაყურებელი MMA-ს ბევრად მეტი იყოს. ადრე არ მიზიდავდა MMA. ანუ ტაილანდურ კრივზე ვიყავი მთლიანად გადართული. ძალიან აი სხვა სპორტი არც მაინტერესებდა, არც კრივი მაინტერესებდა არაფერი, მაგრამ რაღაცა მომენტი დადგა 18 წლის გავხდი თუ არა, ახალი გამხდარი ვიყავი 18 წლის და ჩემი წვრთნელმა გადადგა ის ნაბიჯი, სხვათა შორის. მე არც ვფიქრობდი MMA-ზე, მაგრამ იმ წვრთნელმა გადმოდგა ის ნაბიჯი და ჩავედი პოლონეთში სავარჯიშოდ MMA-ზე. კონკრეტულად კონტრა MMA არის ორგანიზაცია და მაგ ორგანიზაცია ეკუთვნის ბონზაი MMA-ს, დარბას. იქ დავიწყე სამოყვარულო ასპარეზი თავიდან ჩავატარე. ორი ბრძოლა ჩავატარე, უпроსტოდ სამი ბრძოლა. ერთი არის აღარ მახსოვს რა ორგანიზაცია არის, ერთ რაუნდიანი ჩხუბები ტარდებოდა, რადგან 18-ის ვიყავი. და მე უკვე კონტრა MMA, ახლა სხვათა შორის საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა. და სამოყვარულო შეჯიბრებს ატარებს ეგ ძირითადად როგორც ვიცი. კონტრა MMA პროფებს ატარებს და სემიპროს. ნახევრად პროფესიონალები, რასაც ქვია რა, ფუტები რასაც არ ვუწევთ. მან დავიწყე MMA. მაგრამ იდაყვით არ არის. იდაყვი არ არის. მუხლი არის თავისუფლად, თავში არ არის მუხლი უბრალოდ რა. აი განსხვავება არის და კიდე სამი შენევში ხუსლის დატრიალება და რაღაცა შეიძლება. ტვისტერი და სასტიკი სამი შენევი. ეგენი ხო არ შეიძლება. მანდაც სხვათა შორის იმდენი ურტყი ფეხში რომ ბოლოს ვეღარ ჩავიდა. ტვისტერი გააკეთებინა. ხო, ჯოვდა კი. ჯოვდა რომ მართლა თავის ვეღარ დადიოდა, კალიას კი ჩამოვიდა გასახდელში ჩემთან და ქართული სიტყვები ვიციო, ახლა აქ არ ვიტყვი რა მითხრა. რა უნდა აისწავლა მაგას, თანამშრომლებმა მასწავლის ქართული სიტყვებიო და. ცუდები ასწავლეს. კი. და მანდ გავიცანი MMA-ს რა. პარალელურად ახლა მუშაობაც მიწევდა ვარჯიში და ერთი კრივის ვიჩხუბე Basement Fight-ია ჩვენი ახლობლის ორგანიზაცია, ეგეც მოვასწარი მანდ. მანდ ესე დავამთავრე კარიერა, გავაფუჭე საბუთი ჩამოვედი საქართველოში.
და აქ გავაგრძელე სამოყვარულო ასპარეზი. მოვასწარი ევროპაზეც ამ წელს, საქართველოს ჩემპიონატიც მოვასწარი რომ ეჩხუბა, ევროპის ჩემპიონატიც მოვასწარი, გავხსენი პროფი რეკორდი GFC-ში და მეორე ბრძოლა გამაში ჩავატარე. ველოდებოდი მესამე ბრძოლასაც. კი, სამწუხაროდ მეგობრებო, არ გვითქვია ამაზე არაფერი, თუმცა მინდა განდოთ, რომ ჩვენი შეჯიბრი სპონსორი, უკვე სპონსორი ყავს, სპონსორის მოთხოვნით გადავწიეთ იანვარში, ამიტომ არ მოდუნდე. გავიდარ შემთხვევაში. ცოტა ხანი წონისკლებისგან დაისვენე, თუმცა ბრძოლა 31 იანვარს გექნება და რავი, ფეხს მოაძრობ თუ სად მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ეხლა შეიძლება ისევ საუბრობ, მაგრამ ჩვენთან ხო იცი სერიოზული ბრძოლებია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეტოქე ძალიან ადვილად დაამთავრე, ზოგადად დაელოდებით გამაში ადვილ ბრძოლებს და მე ვიცი შენ რა პროფესიონალურადაც უდგები 61 კილოში ჩადის კაცი 72-დან რა თქვა რამდენად რაციონალური იქნება ახლა თქვა რა წონიდან ჩავდივარ წონას იკლებს მაგრამ ისე პროფესიონალურად აკეთებს ამას რომ არც ხო ხედავ სპორტსმენი რა მდგომარეობაშია და ეხლა თქვენი მორალური მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენ ფიზიკური მდგომარეობიდან და თუ წონისკლება ცუდად მიდის მორალურადაც ძალიან ადვილად ტყდება ბევრი სპორტსმენი უმეტესობა ჯერ წონის მომენტში ტყდება თუ გატეხვაზეა საუბარი უფრო ვიდრე ბრძოლისას არაერთი მინახია ამიტომ და ნიკა გამონაკლისია ძირითადი ასე ვთქვათ შაბლონური ქართული მიდგომისგან ესე textbook მიდგომა აქვს ასე რომ ვთქვათ მედიცინური მხრივ დავაგებული აქვს სწორად პროცესი ნუტრიციაც და ყველაფერი და ზუკას ბევრი აქვს მოყოლილი ამაზე აღფრთოვანებულია შენი მიდგომით და ასეც უნდა იყოს თუ გინდა იყო პირველი თან თქვენ ისეთ მაღალ შენც როგორც ვთქვი UFC-ს ამბიციები გაქვს ხო? რა თქმა უნდა სხვანაირად არც არის. არა, UFC-ს ამბიციები. შენ და ფოლადა რო შეგახვედრ რომ კამრის ამბიციები მაქვს და სხვანაირად არც იქნება. სანამ შენ და ფოლადა რო შეხვდეთ UFC-ს კამარზე წარმოგიდგენია ეგეთი. ჯერ ეჭვიც არ მეპარება რომ მივა იქამდე და რა თქმა უნდა მეც მაგრამ ერთმანეთს რო შეხვდეთ. არ შეხვდებით თუ ესეთი მომენტი დადგა ჯერ რა თქმა უნდა ერთი აიღებს და დათმოს და მეორეა ალჯო მერაბის სცენარს გაათავისუფლებს. იგივე პრინციპი იქნება მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც 66-ში ხო 66-ში ფოლა და მე 61-ში. ხო ისედაც სხვადასხვა წონებში ხარ. კი. თუმცა ასე ერთი ტანის ხარ თითქოს. შენ უკეთესად იკლებ წონას მოკლედ რო ვთქვას. მე შეიძლება ეგრე თქვას თან ფოლა და მაინც მაღალია რა სიმაღლის სიმაღლე ზრაბხელა აქ 85 აქვს თუ 85-86 და მე 78 და მაინც ასე თუ ისე სიმაღლის ხარჯზეც შემიძლია დავიკლო რა. ოკეი და სიტყვაზე მუაიტაიში რაღაცა რამე გამარატარებს მოიტაის შეჯიბრებს, მაგრამ რამე ორგანიზაციიდან რომ მოგივიდეს რაღაც გრან-პრიში მოწვევა ან სიტყვაზე საჩემპიონო ბაუთი ან რამე ეგეთი ცდი დიდი αλბათობით, ხო? გამიჭირდება რომ ზუსტი პასუხი გითხრა რა. იმ მომენტში როცა მოვა იმ მომენტში და ძირითად გეგმებს თუ არ შეუშლის, ხო? კი, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ შეიძლება თავი შევიკავო კიდევაც, იმიტომ რომ ახლა იმდენად ვარ გადართული MMA-ზე დიდ ყურადღებას ვაქცევ როგორც გრეპლინგს, თავისუფალ ჭიდაობას და ზოგადად უნივერსალობას. მინდა რომ უნივერსალობას მივაწვევ. ჩემთვის არის ძალიან დიდი საკითხი შენი ჭიდაობის და გრეპლინგის სკილები. ხა ჭიდაობის სკილები მეტნაკლებად დახვეწილი გექნება როგორც მინიმუმ თავისთავად. კლასიკურად ხდება, შაბლონურად და ასე ვიტყოდი. თუმცა აი გრეპლინგ სკილები ძალიან მაინტერესებს. და სად ვნახო? შენ თვითონ როგორ აფასებ? სად ვნახო და თუ არის იმის შანსი, რომ გამაგრეპლინგში რამე სუპერფაითი შემოგთავაზოთ სიტყვაზე. ეხლა არ გულისხმობ. კი, მაგის დროც მოვა. კი, მაგის დროც მოვა და ახლა სკილებზე მე ჩემ თავზე ვერ ვიტყვი. ანუ საკმაოდ განვითარებული ვარ ბევრად. რასაც შევადარებ, მე ახლა გრეპლინგი მაინც ახალი ხილია ჩემთვის, როგორც ასეთი, იმიტომ რომ 18 წლის ასაკში დავიწყე. და იქაც კვირაში ორჯერ ტარდებოდა ხოლმე გრეპლინგი და როგორც ასეთი მაინც სტრაიკინგს რო შევადაროთ, კი, უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ რაც შეეხება takedown defense, მაღალი დონე მაქვს.
თამბობმა შემიძლია თქვა, იმიტომ რომ აქ რადგან ვასპარეზობდი სამოყვარულოში, აქ ჩვენთან ჩათვალე თავისუფალი ჭიდაობა მიდის რა, სამოყვარულო MMA-ში და ჭიდაობა გენში გვაქვს. კი და ჩხუბი მიწევდა სულ მოჭიდავეებთან. სულ მოჭიდავეებთან ჩხუბობდი, ამის გამო takedown defense-ი მაღალ დონეზე მაქვს საკმაოდ, სეტკასთანაც, კლეტკასთანაც, გალიასთანაც და შუაში იშვიათია რომ გადამიყვანო რა. აი უფრო დიდი შანსია რომ მიმიყვანო უშუალოდ კლეტკასთან და იქ უკვე დაიწყო ჩემი ჩაყვანის მცდელობები, მაგრამ მანდაც ბევრს გაუჭირდება ძალიან ამ ეტაპზე. გრეპლინგს რაც შეეხება, ჩემ თავზე არაფერს ვიტყვი, ჩემი გუნდელები იტყვიან და შენც როგორც ვიცი ხოლმე ლეგიონშიც ხარ ხოლმე ოპენ მათებზე და მეც ოპენ მათე, ნუ ზოგადად რავი, ერთი სამი თვე ვეღარ ვიქნები სამწუხაროდ. ხო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ოპენ მათებზე მოვიკითხავ ისე ძალიან საინტერესო იქნება ბიჭების ფიდბექი და ზოგადად ნუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი რომ შეჯიბს MMA-ში ძირითადად შენს სპორტში რო ჩაატარებ მის მერე თუ სურვილი გექნება ჩემ როგორც გამას матчмეიკერს მე პირადად ძალიან მაინტერესებს ინტერესი მაქვს რომ ვნახო გამაგრეპლინგის ფარგლებში შენი სკილები თუ შენი სურვილი იქნება სიამოვნები თუ იმუშავებდი ამაზე. აი ჩხუბის მერე მაგაზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად და ესე ვიტყვი რომ სასიამოვნოდ გაგაოცებთ რა. სასიამოვნოდ გაგაოცებთ. სასიამოვნოდ გაოცება ზოგადად მიყვარს. კი, იმიტომ რომ მაინც რადგან ყველა სტრაიკერად მთვლის და როცა გრეპლინგში გავალ მოლოდინები დაბალი იქნება. ხეურად. ამ მოლოდინებს გადავახტები 2 თავი ძი. ჩვენც ეგ გაგვიხარდება. კი. ნიკა ძალიან სასიამოვნო იყო შენი სტუმრობა. უახლოვეს დროს ველოდი შენს ჩხუბს ძალიან დიდი ინტერესით, თუმცა იგივე ისევ გავიმეორებ მოთხოვნით სპონსორის გადავიტანეთ ეს შეჯიბრი, მაგრამ ეს უბრალოდ ოდნავ მოგვიანებით ვნახავთ და ვიმედოვნებ რომ დავტკბებით არაერთი უსასტიკესი ფეხის დარტყმით. რაც ვიტყვი კონკრეტულად ამ ბრძოლაზე, წინ გახედვით რა. გამზადეთ ბევრი ტილო, ძალიან ბევრი. იმიტომ რომ სისხლი ბევრი იქნება, ძალიან ბევრი სისხლი იქნება. ქვევიდანაც ბევრი მოხდება, ზევიდანაც ბევრი მოხდება და ჩემი ბრძოლა არც ერთი არ არის, რომ სისხლი არ იყოს. გინ სამოყვარულო ყოფილიყო, გინ პროფესიონალური სისხლის გარეშე ჩემი ბრძოლა არ მთავრდება. ამიტომ სტილოები გამოვზადეთ. სტილოები გამოვზადეთ, კი. და ზოგადად ბრძოლა გვიყვარს, რაც უფრო სასტიკი, რაც უფრო სისხლიანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, თუ ეს ბრძოლაა და არა ვიღაცის გალახვა, ხო? ბრძოლა არის, როცა ორ ადამიანს სურს ბრძოლა. ბევრ ხალხს არ ესმის, მაგალითად ქალებს, უფრო უმეტად და თქვენთვის ვიძახი ამას. ჩვენთვის ხო, აი როგორც ნიკაა დარწმუნებული, როგორც ფოლადაა და როგორი ხალხიც გამაში ჩხუბობს, ბრძოლა ზეიმია. ანუ ამისთვის გავდივართ აი ბრძოლა ჩვენთვის არის ზეიმი. თორე ბრძოლამდე რამხელა ჯოჯოხეთს გადის ყოველივე პროფ მებრძოლი, წარმოდგენაც არ გაქვთ. ხა ნიკა არ თქვა, მაგრამ ანუ როგორც მიხვდით 72-დან მეტ, ანუ 10-დან 20%-მდე წონას კარგავ იმისთვის რომ ერთ დღეში აღიდგინო ისევ და პროსტა აი სასწორზე წამიერად რომ დააფიქსირო მარტო მაგისთვის 2 თვე ორგანიზმს ტანჯავ, წონას კარგავ 20% ზოგი მეტსაც უბრალოდ რომ ეს მოხდეს. რამხელა ვარჯიშს გადიხარ, რამდენ სპარინგს ატარებ, რამდენ ოფს სისხლს ღრი, რამდენ ტრაუმას იღებ, ეს ყველაფერი მეგობრებო კადრს უკან რჩება. თქვენ ხედავთ მარტო ამის დაბოლოებას, პატარა ფინიშის ნაწილს. ეს არის დიდი რბოლა, აი ფორმულა 1-ს რო შევადაროთ. და თქვენ პროსტა აი რო გადაკვეთა მანქანამ ფინიში, მაგ მომენტს ხედავთ. ეგ არის ბრძოლა. ძალიან დიდი ნაწილი, უძნელესი ნაწილი ბრძოლის წინ არის, ხო ესე? რამე სხვა მატყუებ. ახლა რაც მინდოდა დამემატებინა, კონკრეტულად წინა ბრძოლა ჩემი დამთავრდა 16 წამში მე მგონი. და უმეტესწილად გამოუცდელი ადამიანი ვინც არის შეხედავს და იტყვის რომ ანუ ეს ვინ ჩამოუყანეს სუსტი იყო ბიჭი და შეიძლება აი ფოლადამ რო ვიჩხობა ახლა უმაგრეს ბიჭთან იჩხობა და დაამთავრა პირველი რაუნდში takedown defense დგომში ყველაფერში აჯობა ფაქტიურად და უმეტესწილად ვინც არ არის გამოცდილი ამ სპორტში შეხედავს და იტყვის რომ უბრალოდ სუსტი მეტოქი ჩამოუყანეს და რა მოხდაო რა ამით მაგრამ
კონკრეტულად ჩემ ბრძოლას ავიღებ რა. არ აქვს. აი ვიცი რომ 99% მისი ბრძოლები ნანახი არ ქონდა. მას ქონდა როგორც სოფლიო ჩემპიონატზე. GMMA რო არის. მაყურებელია არ შეისწავლის. კი, GMMA-ზე მაყურებელი კი არა, ნიკა, უმეტესობა матчмейкერი როგორც მინიმუმ საქართველოში მარტო რეკორდს უყურებს. არ შეისწავლის რეალურ კონკურენტული იყო ბრძოლა, თუ ნაჩუქარი ბრძოლა იყო. უმეტესობა არ შეისწავლის. ამიტომ მაყურებლისგან კი, და კონკრეტულად კი, მესმის რა თქმა უნდა და რაც მინდა თქვა კონკრეტულად აი წინა ბრძოლაზეც ახლა არ მაქვს ამოღებული არც ვიცოდი რა, მაქვს ბლოკნოტი. ჩაურეულია. აი ჩამოწერილი მაქვს აბსოლუტურად ყველასთან, ვისაც შეიძლება ვიჩხუბო, ანუ ვისთანაც უკვე ჩხუბი მაქვს ჩანიშნული და ჩამოწერილი მაქვს ყველას მაგის მოძრაობა რა ასპექტში არის ძლიერი, რა ასპექტში არის სუსტი, რა მომენტში რას აკეთებს. წინა ბრძოლაც ისე ქონდა გათვლილი, რომ ყველა ჩემ დარტყმას, შემდეგი დარტყმა რაც მიყვა, იყო ყველაფერი წინასთან გაწერილი. არც ერთი ჩემი მოძრაობა არ იყო რაღაცა სპონტანური. ყველაფერი იყო დამუშავებული და სიმართლე თქვა არის მახსოვდა ეს ბრძოლა იმდენად რეფლექსურად გავაკეთე ყველაფერი რაც დამუშავებული ქონდა რომ ბრძოლა არ მახსოვდა. სანამ არ დაიდო, არ ვიცოდი რა გავაკეთე. ანუ საერთოდ არ მახსოვდა ეს ბრძოლა. მე შევატყე სხვათა შორის. შევატყე, ნუ ჯერ ძალიან ბევრ რაღაცას ვატყობ გამოცდილების ხარჯზე, რა მორალურ მზადყოფნაშია, ესა თუ ის მებრძოლი ჯერ პრეს კონფერენციაზეც ჩანს. და მით უმეტეს ბრძოლა რომ დაიწყო და შენ ლექიქი გაუტარე პირველი და იმან ვითომ არ შეიმჩნია და ეგრევე ქონდა გამზადებული მითქიქი აი ჩანდა რა თან ხა მე სტრაიკინგით დავიწყე შესავით კრივით არ დამიწყე კრივში კიკბოქსინგიდან გადავედი მუხლების ტრავმები მქონდა და მაგრამ აი ნუ შემიძლია ამის გათვლა და ხო ნუ 1-2 რო აკეთებს დიდი ალბათობით მესამეს left hook-ზე აკეთებს ხო აი მაგდონეზე და ეხა რომ დაარტყი უმეტესობა მარცხენა ინსაიდს ურტყავს ხოლმე მაგ მომენტში ეხა ფეხია ორივე მხრიდან რომ მოუთიშო შენ ეგრევე გადატენილი ქონდა გამეორებით დარტყმაზე მარჯვენა ფეხი და გაამართლა მაგან ფეხი მოარტყი და მე ხელებით დაამთავრე როგორც მახსოვს ხო კი ქონდა გამზადებული middle kick და middle kick-ის მერე კომბინაცია იყო ჩვენი მარჯვენა მარცხენა ხუკი უფრო ну სმეში დავარქოთ ნახევრად აბერგოტი ნახევრად ბაკავოი მარჯვენა და მარცხენა ხუკი რომელიც გავიდა მოარყია ამ დარტყმამ და მე უკვე high kick-ი ხელების კომბინაცია და მუხლით დამთავრება რა შესანიშნავი ეხლა კიდე უფრო ძნელი როგორც მინიმუმ ქაღალდზე გამოცდილი მეტად მებრძოლი გელის შენზე ცოტა მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული 4 ბრძოლით მეტი აქვს ჩატარებული ჩემზე 4-ით? მეტით არა? მეტით არა. ერთი წამი 6 ბრძოლა აქვს. 6 ბრძოლა აქვს ჩატარე, ხო, 4 ბრძოლით ჩემზე მეტი აქვს ჩატარებული. შენგან განსხვავებით წაგება აქვს ნაგემი თორე. ზოგადად გამოცდილება მეტი აქვს და ანუ ადვილი გაგულავება არც ეს იქნება. ხა როგორ დამთავრდება და რანაირად არ ვიცი. უბრალოდ ჩვენს მაყურებელს მინდა რომ სწორი წარმოდგენა ქონდეს შენ რაზეც ილაპარაკე რაღაც სპეციალურად ვიღაცისთვის არ ჩამოყვავს და ეხა ბევრი აი მაგალითად ატრაკებს სხვანაირად არ ვიტყვი ატრაკებს იმიტომ გატრაკება გვია მაგას ო კორტავა რაღაც აი უფრთხილდებით სპეციალურად მიყვავს და ჯერჯერტი მე და კორტავას ურთიერთობა ეთყობა არიციან და არ აქვს ნახი და მე პირადად არ მაქვს რაღაცა პირადული სიმპათიები კორტავასთან რომ წინ წავწიო მარტო მაგ მიზეზით ვინც რას იმსახურებს იმას იღებს თავის ბრძოლით იმსახურებენ ბიჭები და ის მომენტი რომ main event-ზე ჩვენთან 4-დან 3 event-ზე ქართველებმა წააგეს მე მგონი უკვე ბევრზე მეტყველებს რომ ძალიან თანაბარი ბრძოლებია და ის მომენტიც რომ Warriors-ელმა ზურაფრიცხელიანმა ერთ-ერთი გიგას ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სამწუხაროდ მეც ზურასკენ ვიყავი გული და სულით მაგრამ ჩვენთან ბევრჯერ იყო სხვადასხვა ხო მაგრამ ნუ ვერ გამოვიდა წააგო ზუსტად მაგაზე მეტყოლებს რომ აქ მაქსიმალურად თანაბარი ბრძოლებია და მე როგორც матчмейкერმა ისეთი ბრძოლა შევათანხმე რომ თანაბარი ყოფილიყო ამიტომ სამზადისში კაი ხოძე იყავი მაგას გისურვებ ჯანმრთელობას უპირველეს ყოვლისა შენ რო ყოჩაღად იქნები და სწორად წაიყვან მაგაში ეჭვი არ მეპარება და ბრძოლაც ძალიან სანახაობრივი იქნება
და რა თქმა უნდა მოიგებს უძლიერესი. რა თქმა უნდა, ყოველთვის. დიდი მადლობა ნიკა, ჩვენს მაყურებელს ასევე მაყურებელს. ცალკე ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ კაცს, იმიტომ რომ ყველა მისი ბრძოლა ჰაილაითებით სავსეა და ნოკაუტებიც დიდხანს არ გალოდინებთ თავს და ეს ბრძოლას დარწმუნებული ვიქნები, რომ სანახაობრივი იქნება, უსანახაობრიესი. თვალი არ დაახამხამო. 101%-ით. ამ სიტყვებით დაგემშვიდობები ნიკა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებები. უბრალოდ ვახსენეთ ეს აღსანიშნავი ახალგაზრდა თავი დარწმუნებული ვარ დაგვამახსოვრა არა მარტო ჭიდაობით, არამედ მრავალი ენის ცოდნით და ზოგადად შესამჩნევია. ნიკა ვეკუა მინდა დავიპატიჟო. მობრძანდი როგორც გაგიხარდება? გამარჯობა ნიკა. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით გამამაყურებელი, მადლობა და პატიჟებისთვის და ძალიან მიხარია. ნიკა უბრალოდ მინდა რომ შევახსენო მაყურებელს, როგორც მე და ბუჩომ ვისაუბრეთ, ნიკამ და სანდრომ დადეს რაღაც აუარებელი სანახა. ხო, სწორად ვიძახი ქართულად ბუჩო, სანამ წახვედი, აუარებელი სანახაობა შეიძლება ითქვას? აუარებელი სანახაობა, ხო. ცალსახად შეიძლება. სალსახად შეიძლება ითქვას. ოკეი. ბუჩოსგან ხსნილი მაქვს, ამიტომ აუარებელი სანახაობა დადე ნიკა. მეგობრებო, ნიკაც არ ცხოვრობდა საქართველოში, უკრაინაში ცხოვრობდი, ძირითადი შენი ცხოვრება როგორც ვიცი. თუმცა ქართულად და რუსულად და უკრაინულადაც თავისუფლად ლაპარაკობს, ამიტომ ნუ განსჯით ახლა ბუჩოსსავით ყველა ვერ ვსაუბრობთ ქართულად. ამიტომ ძალიან მკაცრები ნუ იქნებით. ნიკა, უბრალოდ მინდა რომ მაყურებელს შენი თავი გავაცნო, წარვადგინო, ვინაიდან მე პირადად ძალიან მხიბლავს შენი პერსონალია, შენი სკილები და ასევე მინდა რომ გაგვიმხილო შენი ბექგრაუნდი, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული შეიძლება გეგმები არა, ვინაიდან შენთან შეთანხმებული არაა ჯერ, თუმცა ძალიან დიდი სურვილები მაქვს შენთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგიყვებთ ჩემი ისტორიას. უკრაინაში დავიბადე, იქ ვიცხოვრე 17 წლისამდე, იქაც დავიწყე ჩემი სპორტის გზა. მერვე წელია რომ ვარჯიშობ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუზე, ასევე გამოვდიოდი ინტერნაციონალურ შეჯიბრებზე და როგორც ბედი გამომიგზავნა საქართველოში, ჩემ ფესვებთან დავბრუნდი და აქ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი სპორტის კარიერას და სხვათა შორის მინდა რომ ჩვენი საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს დონე მაღლად კიდე მეტად მაღლა ავწიოთ. მე ვფიქრობ რომ ის შენაძენი რაც საქართველოს ზოგადად გრეპლინგ თუ ჯიუ-ჯიტსუს ინდუსტრიამ მოახერხა შენს ჩამოსვლით თავისთავად წაწევს, იმიტომ რომ რავი, აი შენი სკილები აღსანიშნავია. ჯერ ძალიან მომწონს ეგ სტილი, რაღაც Tense Planet Jiu-Jitsu-ს თემა ძალიან არაორდინარული და ნუ აი არაჩვეული და ამავდროულად ვფიქრობ რომ ის მომენტი რომ MMA არის, ხო, აი სოფლიო დონეზე, ხო? MMA-ის მეშვეობით გახდა ჯიუ-ჯიტსუ პოპულარული. თორე მიუხედავად იმისა, რომ გრეისიები სოფლიო დონეზე იწვევდნენ ყველას, მზად ვარ სიკვდილამდე გეჩხუბოთ შიშველი ხელებით, რომ დავამტკიცოთ, რომ ჯიუ-ჯიტსუ მუშაობს. მაინც ინდური ჭიდაობა ეგონა უმეტესობას, თუმცა UFC-ის მეშვეობით კიმანოც არ გაუხდია თავიდან პირველ სამშეჯიბრზე დაამტკიცა, რომ ჯიუ-ჯიტსუ მუშაობს და ამ ჭრილში ჩვენ ვილაპარაკეთ და მოდი პირდაპირ ვიქნები, პირდაპირ პოდკასტი გვაქვს, პირდაპირ ეთერში ვართ. მე მინდა რომ შენ მოინდომო MMA-ის კარიერა. შენი გრეპლინგის სკილების გათვალისწინებით ძალიან კარგ პოტენციალს ხედავ ამაში და მით უმეტეს ის რომ გავიგე რომ შენ კიკბოქსინგის სკილები გაქვს და MMA-დან დაიწყე ზოგადად გრეპლინგის გაცნობა.
ახთოვანებული დავრჩი ამ აზრით და ჩვენ ახლა გარეთ ნიუანსებზე დავილაპარაკოთ, просто ზოგად მონდომებებზე და გეგმებზე მინდოდა, ანუ გრეპლინგზე გინდა დარჩე კონცენტრირებული თუ განიხილავ, ასე ვთქვათ, გრეისის გზის გამოყენებას გრეპლინგის პოპულარიზაციისთვის. აგიხსნით ჩემ ფიქრებს, აი როგორც პრაქტიკა მაჩვენებს ყველა სპორტსმენები, ვისაც ამოდიან ბრაზილურ ჯიუ-ჯიტსუდან MMA-ში, უფრო მარტივია კარიერის აგრძელება და პროგრესი. სხვათა შორის MMA-დან მეც დავიწყე უკრაინაში და შენ სამოყვარულო გამოცდილება გაქვს, ხო? ამატორებში. გამოვდიოდი კეიჯზე, რინგზე და კიკბოქსინგიც მაგ ცოტა გამოცდილება, მაგრამ ეს დავანებე თავი ცოტა და იმ გუნდთან ერთად, იგივე გუნდთან ერთად, ჩემი წნელი გამოწყვიტა, რომ მარტო ბრაზილურ ჯიუ-ჯიტსუს ან გრეპლინგ საბმიშენ გრეპლინგზე გვინდა ვიაროთ და უფრო კონცენტრირდეთ ამას. ჩემი ფიქრებს აგიხსნით ახლა. ახლა რას ფიქრობ ამ ეტაპზე? რა მისწრაფებები გაქვს ზოგადად? ფიქრობ, ძალიან ხშირად ფიქრობ, რომ MMA კარიერა დავიწყო, დავაბრუნოთ. ჩემი თავი იქ კეიჯზე, იმიტომ რომ მომწონს და მიყვარს ჩხუბი, მიყვარს გრეპლინგი MMA-ში და სხვათა შორის როგორც უყურებ UFC-ს და სხვა ორგანიზაციებს, ან PFL-ი, ან Bellator-ში, როდის ჯიტსერები იგებენ და ილეთებს აკეთებენ, უფრო ლამაზი ბრძოლები გამოდიან MMA-ში და ხო, რაღაც აღსანიშნავი საბმიშენები უფრო ამ შესრულებით, ჯიტსერების შესრულებით გამოდის ხოლმე. კი ბატონო და ბოლოს და ბოლოს მე ღია ვარ იდეებისთვის. ეხლა არ შემეძლია ისევ ვთქო რომ მინდა და არა, ეხლა არც მოვითხოვ პასუხს, ჩვენ ძალიან თავისთავად უნდა ცალკე ვისაუბროთ ასე ვთქვათ დახურულ კარის ფორმატში ახლა საჯაროდ არც ვაპირებდი საუბარს, უბრალოდ მაქვს თუ არა შანსი რომ დაგაინტერესო ეგ მაინტერესებდა. არის შანსი და დიდი შანსია თან აკადემია გავხსნით. ჩვენი გრეპლინგის აკადემია, გრეპლ სტრიტი, აი თუ ვიღაც მომუნდება ყველაზე კარგი აკადემიაში ივარჯიშოს. გამოიყენე ბოლომდე სივრცენიკა, სრულიად მოხარული ვარო, შეგვიძლია დახმარება. სად მოვიდეთ, რომელ საათზე, გაქვთ თუ არა უფასო საცდელი ვარჯიშები, გაქვთ თუ არა open მატები. ანუ ყველაფერი მოგვიყევი, ფეხებს მოვირჩენ თუ არა, მანდ მოვდივარ ეგრევე. მოკლედ ვარჯიშები ვატარებთ ყოველ დღე, დილით და საღამოს, დიდები 8 საათზე, დილით საღამოს, ნოუგი სტაილი only, იმიტომ რომ კიმონოში არ ჭიდაობ, ჯერჯერობით. MMA-ისთვის უფრო გამოსადეგია only ნოუგი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანუ კიმონოში უფრო სხვა დინამიკა არის და კონტროლი, გრიპები, აბსოლუტურად სხვა თამაშია, მაგიტომ ნოუგი უფრო ჯობია რომ ივარჯიშო და პრაქტიკისთვის, MMA-ისთვის, რა თქმა უნდა, ნოუგი ჯობია. ბავშვებიც გვაქვს, მე თვითონ ვარ ბავშვების წნელი. ხვალ გამოვდივარ ფორტიზზე ბავშვებთან ერთად. ხო, ჩვენი გუნდი მიყვავს. შეიძლება პატარა შანსია. ჩემი პატარა ბიჭიც გამოდის, ხო? რამდენი წლის არის? დავკერე რომ იჭიდაოს, ძალიანერიდება. 8 წლისაა. კატეგორია 28 კილოა და არ მინდა დავაკლებინო 27-მდე ბავშვია, ეხლა 8 წლის ბავშვს დააკლებინო, ტყუილი სტრესია. მე მგონი ჩვენი ბავშვები არ შანსია რა. შენ ბავშვებს ვღადავ. უბრალოდ მოიგებს წააგებს იმდენად. ხო, არ შეხვდება, ხო, მეც რაც ვნახე, დიდი ალბათობით ჯიტსუ აკადემიიდან ხდება ვიღაც ბავშვს, არ ვიცნობ იმ ბავშვს. ამ ეტაპზე არც მაქვს იმაზე ხარ გამიხარდება როგორც ყველა მშობელს რომ მოიგოს და მეწყინება წაგება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა რომ აი ეს ძლიოს რა თავის თავს და გამოვიდეს, გამოცხადდეს. ნიკა, მოდი უფრო გრეპლინგის ჭრილში რო ვილაპარაკოთ. ვინაიდან გრეპლინგით ხარ ძირითადად გატაცებული და მე MMA-საც ჩერეს გრეპლინგ შეგაპარებ ცოტა. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა მინდა ყურადღება დაუთმო იმ
სანახაობას, რაც შენ და სანდრომ გვაჩუქეთ. ცალკე მადლობა მინდა გადაგიხადო და ზუსტად მაგ ბრძოლამ ერთფეროვნად აზრზე დამაყენა, რომ ბონუსები უნდა დავამატო Gamma Grapplings. ანუ Submission of the Night, Choke of the Night, Bout of the Night უნდა იყოს აუცილებლად ახალი წლიდან ეს დაინერგება, საიდან როგორ არ ვიცი, მაგრამ თუ საჭიროა პირად ფინანსებს ჩავდებ, ვისესხებ, იმიტომ რომ ეს ერთფეროვანია, თქვენ ამას იმსახურებთ. რაც შეეხება იმ ვიცი რომ დაბაითებული ხარ ტაისონისგან. არა დაპრესირებული ის. არა, მაშინ შენ ხო მითხარი რომ ძალიან მინდა სუპერ ფაიტში ტაისონთან შეხვედრა. პირველი 3 დღე ეგ ცოტა ემოციური. აი ეხლაც ინტერესი მაქვს და რა თქმა უნდა არ მინდა ისევ გაუშვა ეს სიტუაცია ჩემ ხელებიდან. ეგეთი სიტუაცია იყო რომ სანდროსთან გავატარე ანუ მთლიანი ბრძოლა 5 ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ძალიან მაგარი ბრძოლა submission-ზე ეგეთი დინამიკა იყო non-stop-ით მე ძალიან ვისიამ ხო და მეც მიხარია რომ მაყურებელს ვაჩუქებთ მე და სანდრო ესეთი ემოციური ბრძოლა სადაც ლეგიონის გუნდიც აი ასე დინამიკა ემოციების რა თანაბარი იყო ძალიან აი ჩემი აზრით უმაგრესი გრეპლინგ ივენთი იყო რაც აქამდე საქართველოში ჩატარებულა ზოგადად ხო და მეც გეთანხმებით იმ ფაქტზე რომ შეიძლება რომ შევხვდეთ კიდევ ერთხელ ფინალში და ჩემი სურვილი იქნება რა თქმა უნდა კიდევ რო შევხვდეთ კი ნუ როგორც ხა ბევრი ძლიერი გუნდია რა თქმა უნდა ხა როგორ დატრიალდება სიტუაცია ვანგა არ ვარ რა თქმა უნდა თუმცა ესე რაღაც ინდური კინოს სცენარივით იქნება ეგ ფინალი თუ გვეღირსა თუმცა მაგ ფინალის ერთ-ერთი ბრძოლა ჩვენ ხელშია რომ გავაკეთოთ დაჟე თუ არ დადგა ეგბედი უბრალოდ ეგრევე არ მინდა სულ ეგრევე რომ უნდა მოვიტოვო ეს ტკბილი ლუკმა ბოლოსკენ და შემდეგ წელს შემოგთავაზებდი დამუშავებას ამ ბრძოლისა ტაისონის ციბუარზე არ არის უბრალოდ იგივე აზია რაც მე რომ ცოტა ინტრიგა შევინარჩუნოთ რაღაც მაყურებელი ცოტა გავაწვალოთ ერთმანეთს ცოტა უკბინოთ სიტყვებითო და ინტერესი რო შეიქმნება რაღაც ესე ადრე თუ გვიან გაზაფხულისკენ შეგვიძლია მაგ ბრძოლის ჩანიშვნა სუპერ ფაიტად რა აზრის ხარ შენ Tyson anytime anywhere ოკეი შესანიშნავი რაც შეეხება უბრალოდ ეხლა აზრად მაქვს შემოთავაზებაც არ არის და ყველანაირად უარს ანუ არ მივიღებ როგორც რაღაც ნაბიჯი უკან უბრალოდ აზრი მაინტერესებს თუ გინდა ახლა თუ გინდა სამომავლოდ გოგოჭური თუ იცი ჩვენი MMA-ის მებრძოლი რა თეთრი წვერი აქვს აქ კი კი შესამჩნევი ბიჭია კაი გრეპლინგ სკილები აქვს უბრალოდ ინტერესი დონეზე მასთანაც არ გამივლია პროსტა თქვა რომ ვინაიდან ამ თვეში არ მომიწევს ჩხუბიო მინდა ფორმაში ვიყო და იქნებ გრეპლინგში მაჭიდაოთო წონა წონა ზოგადად ეგ გამოდის იკლებს 61 კილომდე ხოლმე მაგრამ ისე ატარებს 76-მდე ერთ წონაში ხართ შენ 74 ხარ სადღაც ხო 72-74 ხო ახლოები ხო და მაგრამ მე წონას არ ვაკლებ თუ შევთანხმდით ხო ანუ სატარებელ წონაზე გეუბნებოდ თუ შევთანხმდით მოცხოთ ეს ექსპერიმენტ 26-ისთვის ოკეი ოკეი matchmaking-იც ასე უნდა პირდაპირ ეთერში კეთდება მეგობრებო უფრო მარტივია პირადად არა პარტნიორი რო გითხრა ხა matchmaking-ი არს ქონდა და როგორც გითხარი ხა გოგოჭურმა მაგალითად უარი რომ მითხრა ძალიან მისაღებია და არცა საწყენი ხა უფლება მივეცი თავს ვინაიდან რაღაც დონეზე ექსპერიმენტია MMA-ის მებრძოლს ძალიან გამოცდილ ფენომენალური გავიმეორებ ამ სიტყვას გრეპლერის წინააღმდეგ შეიძლება ხა დიდი ალბათობაა რომ აშკარა ანდერდოგი იყოს გოგოჭური მაგრამ ესე წინასწარ გადმოხედვიდან ძალიან საინტერესოა ჩემთვის შენს და გაინტერესა მასაც თუ დაინტერესებს შედგეს თუ არა და არც მაგაზე იქნება პრობლემა ან ვინმე სხვა ბრძოლას დავამუშავებთ ან უბრალოდ არ შედგება დაველოდებით შენ და ტაისონის დაპირისპირებას. წეღან ხო იჭდაობდა გამა გრეპლინგში.
Warriors-იდან ხო გამოდიოდა. არა, გიორგი ეგ ზურა არის. ზურას თეთრი ულვაში აქვს და გოგოჭურს თეთრი წერი აქვს. გეკითხებით წყობისთვის. ხო, არა, ზურა თეთრი ულვაშით, წვერით არა, ულვაშით. ეგ ცოტა მძიმეა. ძიმია კი. ჩხუბობს 77-ში ჩაატარა ბოლო ბრძოლა, მაგრამ ესე ზოგადად 80-ზე ზემოთ 84-82-ს ატარებს. ამიტომ გოგოჭურზე ჩაგიგდებ მაშინ ინფორმაციას ესე. ინტერესის დონეზე კიდევ აფიქსირეთ, მაგრამ ბრძოლა ჩანიშნულად არ მიიღოთ, მე მაქსიმუმს დავდებ რომ ჩავნიშნოთ, თუმცა რა თქმა უნდა ბიჭების სურვილია გადამწყვეტი და სურვილი თუ ბოლომდე გამოყვება, ბრძოლა ჩაინიშნება. ოკეი, ნიკა, უბრალოდ მინდოდა რომ გაგვეცნო შენი თავი, მინდა კიდე გავავლო ხაზი რომ დიდი შანსია ნიკას ჭიდაობა რომ ვნახოთ, ასევე იჭიდავებენ სხვა გუნდების კაპიტნები და წარმომადგენლები. დიდი ალბათობით უკვე მომავალ წელს ბევრ მათგან დაპირისპირება მოგიწევს გუნდურ შეჯიბრში უკვე და რავი, თუ მოვილაპარაკეთ და MMA-ის დებუტიც მალე გაგიკეთეთ, ეგ ჩემთვის პირადად სენსაცია იქნება. თუმცა მოლოდინებს ნუ შევუქმნით, ჯერ ყველაფერი მოლაპარაკებებზეა და ნუ ესეც უნდა გავიაროთ. მე დიდი მადლობას მოგიხდი ნიკა სტუმრობისთვის. რამის თქმა თუ გინდა. გაგვიჟღერე, რამეს თუ აპირებ, ან გვიპირებ. Open mat-ი დღეს გაქვთ, ხო? Open mat-ი პარასკევით ატარდება Grapple Street-ში, ჩვენ აკადემიაში. თუ ვინმე არის ის სად არის ტერიტორიულად ეს აკადემია, არის ტექნიკურ უნივერსიტეტზე. ვახტანგ ბოჩორიშვილი 37A. შესანიშნავი. და დაგელოდებით. და ჩვენი კარები თქვენთვის ღია არის. თქვენსაც დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გეუბნები ერთ ფეხზე მყესი ნახევრად გაგლეჯილი მაქვს, ამჯერად საზარდულის, მეორე ფეხში ინფექცია შემეჭრა. ამიტომ ცოტა დიდი ხნის ლოდინი კი მოგვიწევს, მაგრამ მე ეგრევე შემოგიერთდებით, გამოვკეთდები თუ არა. როგორც მითხრეს, თქვენი ბაგიჩოვგის ძალიან საინტერესო არის და მინდა ვნახო. ნუ შენ ახალი generation-ი ხარ იმ სტილის, რითიც მე ვჭიდაობ. ბაგიჩოვგი ახალი generation-ის submission-ია და მაგიტომ. კი ბატონო, სხვათა შორის პირველად მე და თაზო უყურებდით. თაზო ამარიანი შენ გუნდის წევრი. ბოლო გადამწყვეტი ქულა, ესეთი აღსანიშნავი, ვინც წამოგლიჯა ლეგიონს, ბრაისონს. თაზო ამარიანი და მე გია ბოხუასთან ერთად უყურებდით რუტოლოს ჭიდაობას. რუტოლოს ერთ-ერთ ძმამ პირველად რო გააკეთა ბაგიჩოუკი, ეგ ვნახე და ვაუ, თაზო, მოდი აბა ვსინჯოთ მეთქი და თაზომ მუშაობს დავირჩევ და იმის მერე ვიყენებ. ძალიან ეგზოტიკური submission-ი არის, ანუ ყველასთვის არ არის, რა თქმა უნდა, ანთროპომეტრია, ელასტიკა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ submission-ი ეგეთი ორივე მხარეს გამოგდის? კი. მე მარტო მარცხენა. და იმუშავოთ ორივე. და გაგრას ის ფეხი ნატკენი მაქვს, რომელიც მუშა ფეხია. თაზო ამარიანი სხვათა შორის ახლა ტაილანდში არის და იმზადებს ADCC-ზე ტრაილზე, რომ გამოდი, რომ გამოხვიდე, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულია. დიახ, ეს ძალიან სერიოზული შეჯიბრი არის. მაღალი დონეა და ყველგანადან ჩამოდიან გრეპლერები, რომ დაუპირისპირდე. თაზო მოიხოდება 2 თვე აქ იქ და ვიმედოვნებ რომ ახალ ხარისხი გაზრდილი სკილებით იმედი მაქვს მუაიტაისაც არ დატოვებს ყურადღების გარეშე ხა ტაილანდში ჩახვიდა და მუაიტაი არ წამოიღო აფსუსია. ამიტომ იმედი მაქვს რომ უკვე ხელი ფეხი დაყვი როგორ ხარ ბიჭო ჩაბოა და აქ კიდევ უფრო საინტერესო სანახაობრიობებს დაგვიდებს, ვიდრე აქამდე უჩუქებია ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ნიკა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა გიორგი და აი დღეს და ასევე და მალე ვისაუბროთ, იმედი მაქვს რომ ბევრ კაი ახალ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს.